წარმატება და მარცხი, მიღწევები და პრობლემები, პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი, აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები. დაუთმო დრო ქართულ სპორტს. სპორტთან რადიო იმედის პირდაპირ ეთერში. დიტო მარინაშვილთან ერთად. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ეძურბაზო მეგობრებო, თამაში შეიძლება უწოდო, რომ ჩემს მორიგ გადაცემას სპორტულ ტოქ-შოუ Sport Times დღეს განსაკუთრებული მნიშვნელი ენიჭება და რატომ? არა მარტო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს პოსტსაბჭოური სივრციდან მოყოლებული ეს იყო მართლაც საერთოდ ქართული სპორტული სამყაროს ოცნება, ჯერ მაშინ ხო ოცნებობდი და მაშინ ვინ გაგირსებდა ეხა რომ სერიოზული ასე ყოლოდა მაღალ ჩინოსანი მოხელე სპორტულ სამყაროში მხედველობაში მაქვს ის ორბიტა რაც საჭირო აუცილებელია, ჰაერივით საჭირო საერთოდ არა მარტო კონკრეტული რომელიმე სახეობის, საერთოდ ქართული სპორტის განვითარებაში და შემდგომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული მხოლოდ ვიფარგლებით სადღაც კომიტეტის წევრებით ამით ერთადერთი სხვათა შორის იყო ამ ხრივ მნიშვნელოვანი აი ჩემი დღევანდელი გადაცემის სტუმარი თავისი ჩინით, მაგრამ ეს ჩინი ჯერ კიდევ არ იყო ის სრულყოფა და ის დატვირთვა რასაც შეიძენდა შემდგომ კონკრეტულად არა მარტო ჭადრაკი, არამედ სრულიად ქართული სპორტი. საუბარია ფიდეს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ბატონ ზურაბ აზმაიფარაშვილზე, ვინაც ამჟამად აი უკვე დამოგვირგვინებელ ფაზაში შესულ სამზადის პროცესშია მოსენებად 12 აგვისტოს ტრომსოში, აი შუა ოლიმპიადის დროს, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის დროს გაიმართება ფიდეს კონგრესი, სადაც ჯერ ფიდეს საპრეზიდენტო არჩევნები და შემდგომ ევროპის საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის არჩევნები და სწორედ აი აქ გვეიმედება და აქ უნდა ყველამ რაღაც ჩვენი წვლილი შევიტანოთ, რათა ბატონ ზურას არა მარტო დაუჭიროთ ხარი, არამედ რეალურად აი ჩვენი მხრივ უზრუნველყოთ ესოდენ საშური და ჩვენთვის მნიშვნელოვანი თანამდებობის მოპოვება. მართლაც მოპოვება ამ სიტყვის გადაუჭარბელად. ხომ ასეა ბატონ ზურა, მოგესალმებით და უპირატესად როგორ ბრძანდებით, როგორ გიგითხოთ? საღამოშიდობისა, მოგესალმებით ბატონ დიდო და მოგესალმებით ჩვენს მსმენელს დღეს. რა თქმა უნდა, მე კარგად ვარ, არა მისავს და დარჩეს. აი სამზადისამდე ბატონო ზურა, ისეთ მე მინდა მსმენელს უშუალოდ აი კარგი იქნება რომ ცოტა განუმარტოთ, ხო იცი, ეხა არის ასეთი რამ რომ ეხა უფრო შინაურია ხოლმე, ხო ყოველთვის ისე განწყობილი ეს ამ გარემოზე არ ახდენს გავლენას, მაგრამ წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თქვენი მოღვაწეობიდან და დამსახურებიდან გამომდინარე მე აქ ხელთ მაგ ეხა აი ნუსხა სხვა შორის ეხლა ვინც ინტერნეტში გვიყურებს, ეხა აი ეს არის არასრული ნუსხა და ის ჩამონათვალი, რაც ყველა დროის არა მარტო საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკე ვაჟეს ეხლა არ მიწყენენ, სხვა შორის აი ახლა ვიცი რომ მოგვისმენენ შემდგომ ჩანაწერს ნახავენ საკმაოდ ცნობილი და ღვაწლმოსილი მოჭადრაკეები, მაგრამ ის რაც თქვენ გააკეთეთ უშუალოდ არა მარტო სპორტული მოღვაწეობის პერიოდში, ეს საერთოდ ცალკე თემა, არამედ უშუალოდ როგორც შემდგომ უკვე საჭადრაკო ჩინოსანმა შეიძლება ითქვას ასე, არ მიყვარს ეს სიტყვა ჩინოვნიკი ბატონო ზურა, უბრალოდ აი ერთად აღებული და არც ხმა რომ აი ერთად აღებული უბრალოდ ამ ხალხს ეხლა თუ ესე მიყვებით მე შეგრებულად აღარ ვდაბარაკო თქვენ ამოდროულად ზანდებით ქართული სპორტის ერთ-ერთი მესვეური სპორტისა და ახალგაზრდობის როგორი ჟღერს საქმეს და აი ეს ყველა ბარი თავარი კი არავის არ უყვარს მეგონი, არც ჩინოვნიკს არ უყვარს სიტყვა ჩინოვნიკი. კი და ისე ბატონო ზურა, აი ახლა მე რატო ვახსენე კიდევ გაუსვი ხაზი, ეს მართლაც ასე იყო, იმიტომ რომ ჩვენ ამ ხრივ რბილად რო თქვა განებირებული არ ვართ, ხო? ეხლა როგორც უშუალოდ აი სპორტულ მოღვაწეს მინდა ასეთი კუთხით შეგახედოთ, რომ ჩვენ ქონდა რიგი სახეობები, სადაც გნებავთ ოლიმპიადები, გნებავთ მსოფლიო ჩემპიონატები, ევროპის ჩემპიონატები, ეს მნიშვნელოვანი ფორუმები, ვიჩაგრებოდით იგივე მსაჯების, იგივე საორგანიზაციო კუთხით და ყოველთვის შემდგომ აი გულისკივილი დაგვნიშნავდით, აი ჩვენ რომ ყოლოდა ჩვენი წარმომადგენელი, ჩვენი ეგრეთ წოდებული ლობი, ხო? იქნებოდა ბუნებრივია მკვეთრად განსხვავებული დამოკიდებულება და თუნდაც არ იქნებოდა იმ დოზი და იმ ხარისხით ჩაგვრა, რასაც თქვათ არაერთ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხდა. აი ამ ხრივ ბატონო ზურა, ბუნებრივია შეიძლება ეს ჭადრაკზე ისე გარეგნულად არ ვცელდებოდა, მაგრამ რომ არა უშუალოდ თქვენი პიროვნება მე ჯერ გადაუჭარბებლად მინდა ვთქვა, რომ არ ვიცი ხა, კი, გასაგებია და ეს
არა მარტო სპორტის, არამედ ეს არის ქართული საერთოდ ქართული სულის, ქართული გენის სიწმინდე და არ ვიცი უდიადეს პიროვნება, რომელიც გენიოსზე და მეტი შეიძლება ითქვას ნონა ტერენტევნაზე, მაგრამ მარტო ტერენტევნას ფაქტორი ქართულ ჭადრაკს ვერ შეინარჩუნებდა, იმიტომ რომ იმ შავბნელ ეპოქაში, სადაც პრაქტიკულად უკვე ჭადრაკის ფედერაცია, არ ვიცი ხა ნომინალურად იყო და იმ პერიოდის გახსენებაც არ მინდა, ის სწორედ თქვენ მაშინ მოკიდეთ ხელი და დაიწყეთ პრაქტიკულად არა ნულიდან, არამედ მინუსიდან კეთება. ეხლა რატო ვიხსენებ ამას ბატონო, ამას მოყვა შემდგომ თქვენი ფიდეს ვიცე-პრეზიდენტობა, ხომ? აი ამ პერიოდიდან უკვე ქართული ჭადრაკი ისევ დაუბრუნდა საერთაშორისო სარბიელს. ეს ხომ აბადეა და შემთხვევითი მოვლენა არ ყოფილა და არ ყოფილა დამთხევა, ხომ? Absolutely, ალბათ მართალი ვზანდებით, თუმცა მე მართლა არ მიყვარს ჩემ თავზე ლაპარაკი და მარტო იმას დავუშვათ იმის თქმა, რომ მანდამაინც მე მივიღე ესეთ გადაწყვეტილებები, ყოველთვის მომხრე ვარ იმისა, რომ ეს არის გუნდური პრინციპია და არა ინდივიდუალური, როცა რაცა რაღაცა საქმეს ეჭიდები და რაღაცა საკეთებ, მარტო ვერ გააკეთებ, მარტო ვერავინ ვერ გააკეთებ, შემიძლია ვთქვა. ამიტომ ზუსტად თუ ჩვენ შორის იყო რაღაცა უთანხმოებაც სხვათა შორის მოჭადრაკეებთან იმ პერიოდში, ამ უთანხმოებამაც ალბათ ორივე მხარე გაგუზარდა, ხო? ნაწილობრივ მეც ვცდილობდი და ისინი ვცდილობდნენ რომ უკეთესები ყოფილიყვნენ, რაღაც ახალი იდეები უფრო უკეთესად შეეთავაზებინათ, ზუსტად ეს იყო ის მამოძრავებელი ძალა, რამაც დაუშვათ უფრო მეტი ნაბიჯები გადამატყმევინა, უფრო დაამაახლოვა იგივე მასში ხელმძღვანელებს ფიდეს ხელმძღვანელობაში, რამაც მე მომავალში გამოიწვია ის, რომ ვინაიდან ჩემი აქტიურობა დაინახეს და ის, რომ თანაც მე დიდ ოსტატი ვიყავი და აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, ამან გამოიწვია ის შემოთავაზება, რომ მე ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი გავხდი, რაც თავისთავად მე გარკვეულწილად მაინც ვიყენებდი და ყველა ამას აღნიშნავდა, რომ საქართველოში მაქსიმალურად ჩაგვეტარებინა ტურნირები, ან ამ ტურნირებისთვის მიგეცა სხვა სტატუსი, უფრო მაღალი სტატუსი, გაგვეთამაშებინა საგზურები მსოფლიო პირველობის და ასე შემდეგ. აი ეს ყველაფერი არის იცი ახლა რა თქმა უნდა სპორტთან გვაქვს საქმე და იცით რომ სპორტში ასე ვთქვათ კორუფცია პრაქტიკულად გამორიცხოთ არ არის ესეთი რაღაცა ადამიანები მაინც მინდა რომ მივიჩნიოთ და ალბათ ესეც არის რომ უფრო გაცილებით სუფთები არიან უფრო რაღაც წესიერებასთან უფრო მეტად გვაქვს საქმე და მაგრამ ვერავინ ვერ იტყვის იმას რომ სიტყვაზე რაღაცა შენ გააკეთებ მარტო სული თუ შენ არ ყავს დავუშვათ კარგი ნაცნობები, კარგი ლობისტები ამ შემთხვევაში და კარგი გაგებით ვამბობ. როცა შენ ურთიერთობის და ადამიანური რესურსის მაქსიმალური რეალიზების გამოყენება და ზუსტად ამას დაემთხვა ეს პერიოდი, რომ ჩვენ გავიჩინეთ ძალიან ბევრი მეგობარი. ჩვენს გარშემო საერთაშორისო მასშტაბით გავიჩინე მეგობრები და ეს მეგობრები რაღაცნაირად ყველას გვეხმარებოდნენ. ის მე მგონი აისახა მე იგივე საქართველოს ჭადრაკზეც, იგივე ნონაზეც, იგივე მაიაზეც, რა თქმა უნდა ჩვენი ნონა ჩვენი ვეტერანია, მაგრამ სხვანაირი დაფასება უნდა და ზუსტად გამოინახა ის გზები, როგორც შეიძლება მისი დავუშვათ ამხელა ვაწლი დაფასებულიყო და ერთობლიობაში მოვიტანეთ ალბათ ჩემი აზრით დღევანდელი დღე ყველამ ერთად რა და ამან ალბათ ამანაც გამოიწვია ის ამბიცია რა ამბიციამაც დავუშვათ მე უფრო ახალ პერიპეტიაში ახალ ბრძოლაში შემაგდო და ნუ ვფიქრობ რომ კიდე ახალ სიმაღლეებზე წავალთ. ეხლა ანალიზი რო გავუკეთო იმისა წეღან სწორად თქვი რომ დავუშვათ სადღაც მსაჯღებულობს სულ გადაწყვეტილებას შენზე იმიტომ რომ შენ არ ახარ მანდამაინც წარმოდგენილი და უფრო ჩაგრავენ და ნამდვილად ესე არის ოლიმპიურ სახეობებში ჩვენ კარგად ვიცი რომ როგორ ასე ვთქვათ მსაჯებს ამხელა როლი აქვს და როგორ მოქმედებენ ხოლმე დავუშვათ ჩვენი პატარა ერის და ისევ მომდის საორგანიზაციო კუთხიდან ვადონოზო რა თითქოს ვითომ ჭადრაკში შეიძლება ეს ნაკლებად არის მაგრამ ის რომ შენი აქტიურობით შენ გინდა რომ საჭადრაკო ქვეყნის სტატუსი დაიბრუნო, სხვა მიმართულებით დაიბრუნო, ბევრი საჯარაკო ტურნირი ტარდებოდა საქართველოში, რაც გამოიწვევს საერთო სიცოცხლეს, საერთო გაძლიერებას, ჭადრაკისას, ხო ფაქტია, რომ ამას მარტო იმით, რომ საქართველოს ჭადრაკს მოუვა, რომ შიგნით ვერ გააკეთებ, შენ გჭირდება საერთაშორისო მხარდაჭერა. თანაც ახლა დღევანდელ ფონზე ჩვენ როდესაც პათეტიკა საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გამოვიყენოთ ის მომენტი, რომ საქართველოს ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროპის კავშირთან, ხო? ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ის შეიძლება ბევრს არაფერს არ ნიშნავს საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტობა ევროპის დიდ მასშტაბში, მაგრამ ამ ევროპულ მასშტაბში ვფიქრობ, რომ შენ უკვე რაღაცით შეიძლება შენ ქვეყანას
დაეხმარო. შენი პატარა სტატუსი შეიძლება დაეხმარო. ზუსტად იმ ევროპაში უფრო მეტი კავშირები გქონდეს შენი წყალობით, იმიტომ რომ შენც ვიღაცა სჭირდები უკვე. ეს უკვე მამათი არა მარტო საჭადრაკო გქონდა, მაგრამ გაცილებით სხვა მასშტაბებზე. იმიტომ რომ შენ ხო ჭირდებით დაუშვათ იქ რომ რაღაცა გადაწყვეტილებები ჭადრაკში მიიღო. თავისთავად შენ შეგვიძლია რაღაცა თხოვო და ესე არის ადამიანის ურთიერთობები ასე მყარდება რომ ჩვენ ნელ-ნელა ვაწყობთ და ბოლომდე გამართული ჯერ არა ვართ და აი კიდე ხანი უნდა ვიაროთ რომ ასე ვთქვათ წელში გავიმართოთ და ამ იმაზე შეიძლება უფრო სწრაფად გავიმართოთ რაღაცაში თუნდაც ერთი პატარა გური რომ დადო მე მგონია რომ მაშინ ბედნიერი იქნები რომ შენ ქვეყანას რაღაცა გაუკეთე თუნდაც ამ მიმართულებით მარტო არა საჭადრაკო მიმართულებით დაუშვათ საჭადრაკო სხვა ამბავი საჭადრაკო მე როგორც პრეზიდენტი თუ გავხდები ევროპის კავშირის რა თქმა უნდა მე აღარ ვიქნები მარტო დაუშვათ საქართველოს მე უნდა მივხვდე მე მეყოლება 54 ქვეყანა მე 54-ისთვის უნდა შექმნა თანაბარი პირობები კონკურენტული პირობები უნდა შექმნა და სამართლიანი პარალელურად ზუსტად იმაზე რაც კონკურენტულ პირობებში რომ შენქმნი და შენ ვიღაცას ჭირდები იმიტომ რომ მაინც ყველგან არის ლობიზმი არ არსებობს ვერ გამორიცხავ ამას იმიტომ რომ ყველგან არის კარგი ადამიანების ჯგუფი გინდა რომ შენ კარგს დაუჭირო უფრო ინიციატივიანს დაუჭირო მხარი და ამავე დროს იმასაც ისიც რო ხედავს რომ შენც რაღაცას ნაბიჯს გავმის იმასაც უნდა რომ რაღაცაში შენ დაგიჭიროს მხარი ეს შეუულებრივი ამბავია ჩემოდით და მაშინ აი ხლა თვითონ კამპანიამაც მაჩვენა რომ ყველასთან ვისაც მე შევხვდი რამდენი ქვეყანა მოვიარე რა ეს 27 ქვეყანა ხო ზორ ალექსეევიჩ შეიძლება მეტიც უკვე მე რომ 27 რომელიღაცა რჩება ჩამოწერილი უნდა გქონდეს ზუსტად გაიხსენო 27 ნამდვილად არის ვიცი 27 ქვეყანა თუ მოვიარე უფრო კიდე მეც შევხვდი იმიტომ რომ იყო ქვეყნები სადაც დაუშვათ 5-5-6 ფედერაცია იყო ჩასული ასე რომ პრაქტიკულად ყველა საჭიროებო საკითხს გავეცანი რაც მათ აწუხებთ და თავისთავად ის რომ შენ გიჭერს მხარს მარტო შენი იდეისთვის არ გიჭერს მხარს რა დიტო აი სწორად გამიგე. მას ცუდი ვერაფერი ვერ დავინახე, ხანდახან ეს მეგონა სულთა ისეთი, ასე ვთქვათ, დაუშვათ კორუფცია ხომ არ არის მეთქი, მაგრამ ის თუ გთხოვს იმისათვის, რომ მას უნდა საჯაგო ტურნირის ჩატარება, მაგრამ არა აქვს და ამ დროს შენ კამპანიაში რაღაცა თანხები გაქვს მოზიდული, რომ შენ კამპანია წარმართო და ისიც გეუბნება, რომ მეც მინდა რომ რაღაცა ტურნირი გავაკეთო ჩემ ქვეყანაში, მაგრამ სამწუხაროდ ჯერ ისე ვერ დადგა საქმე, რომ სპონსორი არ ყავს, ის არ ყავს, შენ ხედავ, რომ იმ ადამიანს შენ ჭირდები რაღაცაში და შენც გჭირდება ეს ადამიანი. ეს არის მე კოოპერაცია, ჩვეულებრივად შენ ტურნირს თუ ეხმარები საჭადრაკო ტურნირს, ეს არ არის კორუფცია. იმიტომ რომ შენ წვლილი შეგაქვს ჭადრაკის განვითარებაში და არა ვიღაცის ჯიბის გასკელებაში და აი მას მივხვდი მე ამ კამპანიის დროს რომ რა სად გადის დაუჩათ ზღვარი კორუფციასა და დახმარებას შორის. და დახმარება უკვე მე აღარ მეთალკილება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე შემიძლია წარმატებით თქვა, რომ ასე ანალოგიურად ეს საკითხილდღეოდ კეთდება და ბოლოს კარგი საქმის ხმარდება. დაუშვათ ჩვენ სიტყვაზე რო ვთქვათ მომავალში, რამე რომ მოხდეს საქართველოს უფრო მეტი ნაბიჯი რო გადადგას, არა, მე ვთვლი რომ ჩვენ კამპანიის დროს შეგვიძლია ანალოგიურად გამოვიყენოთ, რომ კიდევ უფრო მეტი აქტივობა ჩავატაროთ საქართველოში და ვიღაცამ დაასპონსოროს აქ ტურნირი, ესეც შეიძლება. ასე რომ ჩვენ ცუდი ქვეყნის შვილები ვართ სამწუხაროდ რა, საბჭოთა კავშირიდან მოვდივართ. ეს დიდი ასე ვთქვათ დაღიერდა გვაწევს ძალიან ცუდად და ყველაფერს ხანდახან აღვიქვათ რომ ეს არ გავაკეთოთ რამეში ცუჩი არ ჩაგვეთვალოს და რაღაცა ეს არის დასავლეთში აბსოლუტურად მიღებული ნორმალური ლაპარაკი. და კარგახანია. თავარი არის რომ ის ადამიანი რომელიც ჭადრაკში მოღვაწეობს, ამ სფეროში მოღვაწეობს, ის თუ შენ თავის სფეროსთვის გთხოვს რაღაცას რომ დაეხმარო, ეს კორუფცია არ არის. აი მან თუ გთხოვა რომ ჯიბეში ჩამიდევ, ეს რა თქმა უნდა უკვე სხვა ამბავია. ბატონო ზურა, ეხლა სანამ შევეხებოდეთ ყველაზე საკვანძო საკითხს, რამაც საზოგადოება გარკვეულწილად იცით რა არის, ერთგვარ შოკულ მდგომარეობაში ჩააგდო, მე მხედველობაში მაქვს. ნუ არა ის ხალხი, ვის ნუ კარგად გაცნობიერებული აქვს, არსებული მდგომარეობა ცნობილია და ცხოვრობს საჭადრაკო ამ ხალხზე აღარ ვლაპარაკობ, თუნდაც ობივაწელი, იმიტომ რომ ბევრი რამ ითქვა უკვე, ბევრი რამ დაიწერა. მხედველობაში მაგარი კასპაროვის ფაქტორი მანამდე ბატონო ზურა მე მინდა თქვენი ნებართვით აი თქვენ პერსონასთან დაკავშირებით ასეთი შტრიხს გაუსვა პიროვნულ შტრიხს ხაზი მიუხედავად იმისა რომ თქვენ მართლაც უნიჭერესი და გენიალური ადამიანი ბრძანდებით და არა მარტო საჭადრაკო დაფაზე არამედ ცხოვრებაში რამდენიმე სვლით ადრე ნებისმიერი მოწინააღმდეგის იმას თვლით აი ასე ისეთი გაგებით ვამბობ რა ჩემებური ხართ გაქვთ კლასიკური აი ესეთი აღმოსავლური ესეთი ქართული ბუნება აი ყოველგვარი აი როცა ღირსებას და სამართლიანობას
მოქმედებას ეხება თქვენ არასოდეს არ იხევთ უკან ორი ეპიზოდი მინდა მხოლოდ გავახსენო მსმენელს ყოველგვარი კონკრეტიკის გარეშე ეს იყო თუ არ ვცდები ბატონო ზურა 2004 წელი როდესაც პრაქტიკულად უკვე აი ეს ეგრეთ წოდებული დაპრესვა კი არა უკვე აი ბოლო მომენტამდე თქვენი ოჯახის წევრების ჩათვლით იყავით ჩემბონებზე და სულ 5 კაციღა იყო თქვენს ირგვლივ დარჩენილი ვინც იბრძოდა რათა არ დაგვეკარგა ჩვენ მაშინ საჯადრაგო ოლიმპიადა ბათუმში ჩასატარებელი ის რასაც ახლა ვეშურებით გახსოვთ სოფლიო ჩემპიონატი და თუ იმის მნიშვნელზე სულ 5 ადამიანი იყო და თქვენ არც ერთ შემთხვევაში არ დათმეთ საშინელი ზეწოლის და მუქარის მიუხედავად აი სულ 5 იყო მეორე ეპიზოდი მალიორკაზე როცა ელემენტარულად თქვენ მარტო გადაუდექით და მიუხედავად მუქარის და გაფრთხილების და მის შემდგომ კიდეც ღირსების დასაცავად ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით ერთი ადამიანი ებრძოდით რამდენიმე ათეულ სამართალ დამცავს ნუ იქ დაწყებული ჯერ დაცვიდან ეხა ამას რატო ვიხსენებ ეს არის პიროვნული ფაქტორი რამ ხრივ რომ თან ამავდროულად ხარ საოცრად მიტოვებელი ადამიანი იმ 2020 რო დაუბრუნდე და იმ პერიოდის შემდეგ ვიღაცებმა რამდენი საზღვრობა აკეთეს ქართულ ჭადრაკში და სხვა შორის ის აი არ მოგითხოვიათ ანუ გაქვთ ეს მიტოვებული ბუნება მაგრამ პარალელურად გაქვთ აი საოცრად ისეთი კარგი გაგებით უდრეკი და უტეხი ხასიათის სამართლი აი ბატონო ზურა ამ ორი ფაქტორის შერწყმით აი ახლა რა მინდა გითხოთ თქვენ იყავით უშუალოდ არა მარტო პრაქტიკულად ასე უხეშად რო თქვა მარჯვენა ხელი გაცილებით მეტი და ამას სხვათა შორის ეს დალოცვილი თავის წიგნებში და მემუარებში აღნიშნავდა კასპაროვი და თქვენ როლზე განსაკუთრებით უშუალოდ ხაზს და ასევე ის გარემოცვა ის ადამიანები იმიტომ რომ თქვენ ყავდათ ზუსტად მაშინ გუნდი ნუ მაშინ მარტო არ იყავით სხვა შორის იმ გუნდში იყო მე ბატონო გია გიორგაძე ხო ისევ თქვენს მიერ რეკომენდირებული და წარდგელი და აი ამ გუნდის შემდეგ რას თქვენ ჯერ მარტო იმ პერიოდში გარი კასპაროვის აღზევების და ზეობის ეპოქას ეს არის 1997-94 წლების ორიზის პერიოდია როცა გარი მკვიდრდებოდა საჭადრაკო ოლიმპზე მე საერთოდ მარტო რო დარჩენილიყო და კლარა რო დაესვა მგონი დედამისი ხო შაკინონა იმეს აღარ ექნებოდა უკვე პრობლემები ანუ იმ გაკვალულ გზაზე ამას დაუმატეთ ბატონო ზურა ის გარემოება რომ ეხა ერთმა კაცმა ცხონებულმა აღარ არის ცოცხალი არ მინდა გააგიჟა და არწმუნა რომ მე ხო გაგიჟდა ნუ საერთოდ რუსეთის პრეზიდენტი უნდა იყო დაიჭერდნენ ცემდნენ ბოდიში გახეთქავდეთ ცები ჩამოვიყვანდით თბილისში აჭმევდით ასმევდით ის მოუწყობდით რაღაც უნიკალურ საღამოებს გარი მე მიდიოდა ისევ ცემდით ეხა რის თქმა მინდა ხო მე ვიხსენებ ცხონებული ოტე იოსელიანის და ასტაფიევის გახმაურებული იმას გახსოვთ ყველას ნუ ჩვენი ასაკის და თუ არა გრუზისკე გასებრის და რუსკემ დაგადა აი მაგრამ ამან გადააჭარბა ბატონო ზურა იქ ასტაფი რაღაცა უბრალოდ მაგრამ თქვენ ამ კაც ფაქტიურად თქვენ ამ პიროვნების ასე სოფლიო ჩემპიონის შექმნაში მიხედავთ რომ მართლა გენიოსია და მართლა ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე ამას არავინ არ ართმევს მაგრამ იქ არ იყო ისე ის საბჭოური მანქანის წაქსევა ესე იოლი აი ლომის წილზე მეტი მიგრე ახლა ბატონო ზურა პირდაპირ კითხვა რას გვერჩის ეს კაცი უბრალოდ ჩვენ არ გვაქვს მოსმელი ჩვენ ვიცით ულტიმატუმები ვიცით რომ მე გვევაჭრებოდა ბოლოს გითხრა რომ არც იმასაც დაგანატრებდა არც საჭადრაკო ოლიმპიადას და კამერუნს უჭერ ხარს რომ ეს უკვე მაბედიდეს ხო სამხრეთ აფრიკა უგესრავთ ხო კამერუნის ადგამახსენე რა განსხვავება ისე ჩვენში და ზურალქსებში კამერუნში საიგებს საჭადრაკო ოლიმპიადას თუ სამხრეთ აფრიკაში ნუ გასაგებია რომ ქვეყნის განვითარების აი რა ხდება ბატონო ვერ წაიღებს ვერსად არა მაგის ძალიან დიდი იმედია მოდი აი ვთქვა ეხლა რა ხდება რას გვერჩის ეს კაცი რაშია საქმეც მე ბოლომდე მაინც მინდა რომ გამართლება მოუძებნო ასეთ ადამიანს მის გადაწყვეტილებაში და ფიქრობ რომ ეს არის გამოწვეული ზუსტად იმ პოლიტიკური ბრძოლით აპოლიტიკურ ბრძოლაში არის დღეს შესული კასპაროვი ზუსტად იმით რომ მას ის ესე თვლიდა რომ მას მეტად ჭირდება სტაბილური ევროპა სადაც არავითარი ყევები მოსალოდნელი არ არის სადაც სიტყვაზე არის პრეზიდენტი რომელიც იყრის კენჭს და მას კონკურენტი არ უნდა ყავდეს და ევროპა იქნება შეკრული ერთიანი და კასპაროვის მხარდაჭერი და იმ შემთხვევაში თუ იქნება კონკურენცია ევროპაში თავისთავად კონკურენცია არის იმის მაჩვენებელი რომ ყველა ვერ მოხვდება კასპაროვის სიაში იმიტომ რომ ვიღაცას დაუჭერს ხარ და არც გარანტირებული არ ხდები რა კიდეს არჩევნებზე იქნება გარკვეული გავლენა და ეს გააღიზიანა ამ ფაქტორმა რომ მასთან შეუთანხმებლად ასე ვთქვათ მე მივიღე ესეთი გადაწყვეტილება ესე იგი ის თვლიდა რომ ვინაიდან მას უნდა ეყარა კენჭი ესე იგი მე უნდა ყოფილიყავი პირველი ნუ შეიძლება ნოსტრადამუსი ამ შემთხვევაში ყოფილიყავი ძნელი გასათვლელი ნამდვილად არ იყო რომ კასპაროვი იყრიდა თავს ესე იგი წამოაყენებდა თავის კანდიდატურას ეს ნამდვილად არ იყო ძნელი გასათვლელი თუმცა მე არ ვიყავი ვალდებული ეს გამეთვალა მეორე მან ვერ გათვალა და ეს მისი პრობლემაა რომ მე შეიძლება მეყარა
კავშირი ევროპის კავშირის პრეზიდენტობაზე კენჭი და მე ეს მივიღე გადაწყვეტილება ინდივიდუალურად არ შემითანხმებია მე ეს ილუმჟინოვთან და რატო უნდა შემითანხმებია მე ეს კასპაროვთან ეს იყო თქვენი პიროვნული გადაწყვეტილება ჩემი პიროვნული გადაწყვეტილება მე მეც გეტყვით რომ ეს იყო ჩემი ქვეყნის რაღაც ნაწილის იმ ადამიანების რომლებთანაც მე ურთიერთობა მაქვს მქონდა და რაღაც პატივსცემ და რაც უზიარებდით მათთან ერთად ნაფიქრი გადაწყვეტილება და ამაში მე ვალდებული არ ვიყავი რომ ვიღაცა ჩამეყენებინა თუნდაც კასპაროვის თან მithubrდეს ასეთ დიქტატის ხრივ ბადროზურა სულ 23-იანი ჭრა დაუთმოთ დრო ქართულ სპორტს სპორტ ტაიმი რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად Դուրս մեկոბრեվո მე მოკლედ შეგასწრებთ რომ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ საქართველოს ყველა დროის საუკეთესო მოჭადრაკე და მაღალ ჩინოსანი კაცი რომელმაც ლომისილი დაიდო ჯერ კიდევ 90-იანი წლების შუა პერიოდიდან მოყოლებული ქართული ჭადრაკის ჯერ ჩვეულ რიტმში დაბრუნებას და შემდგომ უკვე იმ საერთაშორისო ასპარეზზე მიუხედავად ამისა რომ ბადროზურა არ შეიძლება არ აღნიშნო რა როგორ ისეთ თემიდან არ უხო უბრალოდ ერთი აი მართა რა არის ხო ქართული ადამიანის ცხოვრება ხო ის ერთ ცნობილ ფილმში რო აქვს შესაძლებლობა აქვს და მეორე არა მაქვს ამ პირიქითო როცა რესურსი ქონდა ბადროზურა ეს არ ქონდა მხედველობაში მაქვს მოჭადრაკის რესურსი ახლა როცა თქვენი იმით ეს ყველაფერი რაღაც დაალაგდა და მივდივართ ამაზე ის რესურსი გამოსებინდა ეს ბოლოს კი ცოტა და რა არ შეიძლება რომ ერთხელ დაემთხო ჩვენ სასარგებლოდ რაღაც ბადროზურა ეხა დაუბრუნდეთ ამ მეტად თემას ეხა არ შეიძლება იმიტომ რომ ამას ვერაულით ეხა ფაქტიურად ამ კაცმა ესე იგი თელი ეს გადაუჭარბებლად 3 ათეული სხვაჯერს მე მსმენელს მინდა ბადროზური გავახსენო რომ ეს ვაჟბატონი 1976 წელს იმ პერიოდის ხო პიონერთა სასახლე ნუ ასე ერქვა ხო გახდა მოსავლეთა შორის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ხო 40 წლის წინ ბადროზურა წარმოგიდგენიათ 40 წლის წინ და რამდენი რამ აკავშირებს საქართველოსთან რა კიდე და იმას თემას დავამთავრებ მაინც გასპაროვთან დაკავშირებით ხოდა ამან გამოიწვია მისი გარკვეული წყენა არის ძალიან გაუწონასწორებელი და ემოციური ადამიანი რომელიც ჩემი აზრით არ შეიძლება რომ ხელმძღვანელი იყოს იმიტომ რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს სპონტანურად და ძალიან სწრაფად და ეს არ არის ცუდი კი არ არის სწრაფი გადაწყვეტილებები მაგრამ სამწუხაროდ ემოციურ ფონზე იღებს გადაწყვეტილებებს და ამან არ შეიძლება რომ მოუტანოს დაუშვათ საერთაშორისო ფედერაციას რაღაც გარკვეული სიკეთე თუმცა ვერ გამოურიცხავ რომ მისი უდიდესი ტალანტი მისი უდიდესი ხარიზმა რომელიც მას გააჩნია ძალიან წაადგეს ჩვენი სპორტის სახეს განვითარებაში და მე აუცილებლად მიმაჩნია მისი როლი უნდა გამოვკვეთოთ რაღაცნაირად ის უნდა იყოს მისი რესურსი გამოყენებული ეს უნდა იყოს ორქრივი თანამშრომლობა მაგრამ მე დავგვიფაროს ხელმძღვანელის ფონზე თუნდაც ეს ფაქტი რომ ჩვენი ურთიერთობას მან გადაუსვა ერთ წამში ხაზი ყველაფერს გადაუსვა ხაზი იმის გამო რომ მას რაღაცა პიროვნულად არ მოეწონა ეს უკვე ცუდის მაჩვენებელია ეს ხო შეიძლება ეს მე თუ გადამისვა ადამიანს რომელიც მასთან იყო დაკავშირებული, ავიცი ალბათ. აი მე რა ჩამოთვალე ზღვაში წვეთია კიდევ. ცხოვრების დაახლოებით 25 წელზე მეტი ვიყავით დაკავშირებული ერთად და ერთ წამში გისვავს ხაზს და იმან რა შეიძლება გაუკეთოს იმ ადამიანს, რომელთანაც დღეს ჩადის ოქროს მთების პირდება სიტყვაზე. ეს ნამდვილად ვიცით ესეთი რაღაცა უკვე კასპაროვი პირდება ყველას 50,000-იან კონტრაქტებს ყველა ფედერაციას იმაზე რომ მას დაუჭირო მხარი და ეხლა ერთი მეორეზე რომ გადაითვალო ერთი 100 ფედერაციას მაინც პირდება ამას, ხო? ეს არის 1.5 მილიონის ამბავი მარტო ეგ არის. ეხლა ამხელა ფულს და ამხელა რესურსს თუ ის ფიქრობს რომ ასე ვთქვათ რაღაცნაირად მოდი დავარქვათ სახელები პირდაპირ იყიდოს ფიდეს პრეზიდენტის ტიტული 5 მილიონი და ჩადოს ამაში ის ეს ამის მასალებას ახორციელებს არა ეს არის ვიფიქროთ იმაზე რომ კასპაროვი ამ შემთხვევაში არ არის დაუშვათ ფილანტროპი რომელიც ამ 5 მილიონს ჩადებს და ის არ ეცდება ამის ამოღებას და როგორ აპირებს ჭადრაკიდან თელის ფიდეს ბიუჯეტი ფელი ფიდეს ბიუჯეტზე ლაპარაკობ არის ალბათ 2,700,000 იმიტომ იყო ეს ოლიმპიადის ჩატარებაზე როგორც ესე იგი რასთან გვაქვს საქმე რატო არის საჭირო და უკვე ლოგიკურ დასკვნამდე მიდიხარ რომ მას ჭირდება ეს ტრიბუნა იმისათვის რომ ისევე შეაგინოს დაუშვათ რუსეთის ხელმძღვანელობას ისევე გამოიყენოს ეს ტრიბუნა და დაუშვათ რეალურად სპონსორები ყავდეს ამ საქმეში ეს არის მისი მთავარი მომენტი და ზუსტად ჩვენ არ გვინდა რომ ამ დონეზე იყოს დაკავშირებული პოლიტიკა და ჭადრაკი, როდესაც შენ გეყოლება
ერთი მხრივ მტრები, მეორე მხრივ მეგობრები. ჩვენ ყველა უნდა შევეცადოთ, რომ ყველა მეგობრები რუსეთი, ჭადრაკში რუსეთის როლი ძალიან დიდია. შენ რუსეთის გამორიცხვა ჭადრაკისგან კარგს არაფერს არ მოგიტანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არ მარტო მოჭადრაკეშვა. საერთოდ ეროვნული თამაში არის რუსული ახლა, რა ვქნათ, ესე არის და ის ნუსხა, ის დიდოსტატების, ის ტურნირების უდიდესი ტურნირები დადება, სოფლიო პირველობები მან ტარდება, თუნდაც ახლა კალსენისა და ანანტის მატჩი ლუმჟინოვმა დაუშვათ სოჩში. ხო, არის ესეთი რაღაც ამ ქვეყანას შენ ვერ წაშლი ჭადრაკიდან და კასპაროვი ამას შეეცდება სამწუხაროდ აი ჩემი აზრით. ეხლა მეორე მომენტი არის, ხანდახან ანალიზს უკეთებ რა, ის შეეჭიდა ეგრეთ წოდებულ დაუშვათ მილიონერ ილუმჟინოვს, ხო? და როგორ ფულით უნდა რომ ილუმჟინოვს მოუგოს არჩევნები? ნუ რაღაცა ლოგიკასთან არა გვაქვს ხო საქმე, ესე იგი გვაქვს მაშინ წმინდა პოლიტიკურ აი კლაზ იმაზე რომელიც და ბატონო ისეთ უბრალოდ ინფორმაციას რა ძალად დგას კასპაროვის უკან. ის არ ჩანს ხომ თლად მარტო იცით არა და არ მზეურდება ტრანსლატად არაჩვენებს არ მზეურდება ფაქტია რომ ეს არ არის პატარა ძალა იმიტომ რომ გარკვეული ფინანსები ნამდვილად იხარჯება ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები რომლებიც დადიან და ფედერაციებთან შეხვედრები აქვს სხვათა შორის იმ ფედერაციებთან ევროპაში რომლებთანაც მე მქონდა უკვე შეხვედრები და ვაწარმოე საბედნიეროდ შემიძლია ვთქვა რომ ევროპაში უფრო გაწონასწორებული ხალხია და ასე ვთქვათ რაღაცა ერთი დღით ან ერთი ტემპით ვაჯობე და უფრო ადრე მოვიარე რაღაცა ქვეყნები და ამ ადამიანებს ელემენტარულად უჭირთ გადაგდება რა სიტყვაზე რო ვთქვათ იმიტომ რომ ისეთ კარგ წინადადებებს ღებულობენ მითხრეს კიდევაც იმდენად კარგია, მაგრამ იმდენად თქვენთან კარგად ავართ, იმდენად ჩამოყალიბდა ჩვენი ურთიერთობა, დახმარება, გაგვიწიეთ იქ რასაც, მაგალითად ლიხტენშტაინში შევხვდი სპორტის მინისტრს და პირველივე საკითხი დავაყენე, რომ უნდათ რომ ჭადრაკის სკოლებში შეიტანონ ლიხტენშტაინის ფედერაციას. ხო და მე ვთხარი, მე ვიცი რომ ლიმჟინოვი ამას პირადად აფინანსებს მეთქი თავის ჯიბიდან მეთქი. მეც სიტყვაზე მივიღებ როგორც ევროპის პრეზიდენტი, ან თუნდაც პატარა ფონდი მაქვს დაუშვათ ჩემი და ძალიან პატარა წulis შემსაც შევიტან მეთქი ჭადრაკის სკოლებში, იმიტომ რომ ჩემთვის საინტერესოა თითოეულ ქვეყანაში შევიდეს ჭადრაკი და ეს თავისთავად მე მოიტანს, ასე ვთქვათ, უკანაგებას მოიტანს ეს ყველაფერი, რომ გაძლიერდება პატარა ფედერაცია და გაძლიერდება იგივე ევროპაც, ხო? ეს ჩვენ ინტერესებში არის პირველ რიგში და მეც მზად ვარ მეთქი რომ პატარა მონაწილეობა მივიღო ამაში. ოღონდ მეთქი მინდა რომ თქვენმა ქვეყანამ მიიღოს მონაწილეობა. ჯერ საერთოდ ჭადრაკში 0-ს ხარჯავს ეს ქვეყანა რომელიც არის GDP სოფლიოში არის ალბათ პირველი ნომერი 0-ს ხარჯავს და მინისტრმა მიყურა და ხო არ ვიცითო და მე ვთხარი მე გთავაზობთ 75% ჩვენი ფიდე ევროპა და 25% თქვენი საქმე რო გაკეთდეს მეთქი ადგილზე და მე ამან გაჭრა თურმე მეორე შეხვედრა რო ქონდათ მინისტრს უთქვია რომ საინტერესო საუბარი ქონდა და ჩვენ ვფიქრობთ რომ დაუჭიროთ მხარი ჭადრაკის განვითარება ესე იგი ამან ისეთი ურთიერთობა დაამყარა რომ მე რაც შეთავაზეს ძალიან მაგარი წინადადება არ უნდათ იმათთან კავშირი იმიტომ რომ თვლიან რომ ჩვენ ადამიანურად მოვიქეცით და ადამიანობა მეტი გამოვაჩინეთ და არ მივდივართ მარტო და ფულით არ ვევაჭრებით რა კასპაროვი დღეს ჩადის და ყველას ფულით ევაჭრება თუნდაც ის რომ გენერალური მდივანი მეიყვანა თავისთან გენერალური მდივანის მიყანა კონტრაქტში უდევს პირდაპირ 1.5 მილიონი 1.5 მილიონი აძლევს იგნაციუს ლეონს ჩამოყალილი მყავდა ღირს ახლა ეს კაცი 1.5 მილიონი არ ღირს ხო მაგრამ რისთვის ხარჯავს მეთქი რისთვის უნდა რომ დახარჯოს ეს ფული კითხვა ისმის ჭადრაკის განვითარებისთვის უნდა დახარჯოს მაშინ სხვანაირად განავითაროს კაც ჭადრაკი უფრო კარგად განვითარდება ეს 5 მილიონი სხვანაირად გამოიყენოს არჩევნებში ღირს ჭადრაკის პოსტი ეს პრეზიდენტის პოსტი 5 მილიონი დოლარი ეს არა თუ უგაცრავად ეს რო უკვე ფიფას გვადარებენ რომ ფიფა და მართლა გონებთ მიდის სრული ჟაღერი რომ ფიფა და ფიდე პრაქტიკულად არის ერთდაიგივე ორგანიზაცია ჰანდა ჰა მალე ფიდეს პრეზიდენტი მალე წავა და ფიფაში იყრის კენჭსო იგაცი ხო არა რაღაც სტრუქტურულად გადმოიგეს ფადროზურა ხო რაც ხდებოდა და ზუსტად აი ფიდეს არა ფიდე მიყვება ხო და არ მინდა ჩვენ ამ ციარული მე მაგალითად დღეს დაურეკე ერთ-ერთ ფედერაციას არ ვიცოდი რომ დიდი ხნის გადაწყვეტილება ქონიათ მიღებული ჩემს სასარგებლოდ უბრალოდ დაურეკე მე უხერხულებოდა ადამიანოთ რომ მეკითხა ისეთ წესიერი ხალხია წესიერი ევროპული ქვეყანაა მართლა კარგი და დაურეკე და მე ასე ვთქვათ სხვათა შორის შევეკითხე რომ ხომ არ მიგიღიათ გადაწყვეტილება კიო დიდი ხანია მივიღეთ გადაწყვეტილება თქვენი მხარდაჭერა ბატონო მაბატონო თუ პროცედურასთან დაკავშირებით თუ არის ცნობილი ღია თუ დაფარულია არჩევნები დიდი არ დაფარულია რა თქმა უნდა რა თქმა უნდა 54 სუბიექტი ანუ 54 ხმა და უმრავლესობით წყდება გამარჯვებულის ბედი ხო მე შემიძლია ვთქვა რომ აი დღეს აბსოლუტურად 29 ქვეყნის გარანტია მაქვს
აი ესეთი საუბრებით, ყველაფერი ნორმალური გადაწყვეტილებები მიღებული, უკვე ფედერაციების შიდა დონეზე არის მიღებული ეს გადაწყვეტილებები. კიდე მაქვს ტარგეტი სადღაც რო ერთი 4-5 ფედერაცია წამოვიდეს. მაგრამ 29 უკვე გამარჯვებისთვის საკმარისი ეს არის გარანტირებული. მე მინდა რომ ჩემი გარესმის რა თქმა უნდა ბოლომდე დავუშვათ სიტყვაზე მხარდაჭერების რიცხვი იყოს 34, მაინც რომ სადღაც უნდა იანგარიშო რომ 5-6 მაინც მოგატყუებს. ასე ვთქვათ, არჩევნები არის და არჩევნები არასდროს არ არის ბოლომდე გამართული. ეხლა შესაძლებელია ეს ადამიანებისთვის ებაა რომ როცა არ მიყურებენ ხო შემიძლია რომ მოვიტყუო და არ შეიძლება ცდომილებამ გადააჭარბოს 5-6 მე რასაც ვფიქრობ რომ რეალურად ალბათ ამდენიც არ იქნება მაგრამ მე მაინც ვცდილობ რომ ამ ცდომილებითაც გამარჯვებას მივაღწია ბატონზურა დამეთანხმეთ ალბათ უჩვეულოდ არჩევნების წინ ერთგვარი ტესტი იყო ქართული ჭადრაკის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შეიძლება ითქვას უმსხვილესი შეჯიბრი ეხლა ლობოტაზე ეს იყო ფიდეს გრან-პრი ბოლოსინა ეტაპი სადაც პრაქტიკულად თითქმის ყველა უძლიერესმა მოქმედმა მოჭადრაკემ თითქმის კი არა ყველა უძლიერესი იყო აბსოლუტურად ეხლა დაწყებული ყმადაღებული ჰოუდან არ ვიცი მაგიზიანებს ეგ რას ვერჩის ხო არა გოგო მენამდვილად არ მაგიზიანებს ძალიან განათლებული ბავშვია არა სასაულია ნუ არა იმიტომ რაღაც რობოტი არ ვიცი ნუ არ მინდა ის აზრი ძალიან ჭკვიანი გოგო არ მინდა ის აზრი დაუშვა რომ დაუმარცხებელია და რაღაც რა გინდა რომ ქართველებმა ისე და ისე ვერ გავაკეთეთ არ მომბობდა ალექსეევიჩ ალბათზე უკვე ნუ რა არის იცი მოდი სხვა განზომილებაში გადავიდეთ ჩვენ ლოპოტაზე რომ გავმართეთ მსოფლიო გრან-პრი ეს უკვე გამარჯვება რა თქმა უნდა იმიტომ რომ დაფიქსირდა არა მარტო საქართველოს დაფიქსირდა კახეთი დაფიქსირდა ლოპოტა მე ორგანიზაციის ხო ძალიან მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული ამას ყველა აღნიშნავს ეს ჩვენი გამარჯვება არის რომ ყველა ეს ადამიანი მიდის ბოლოს და ბოლოს ერთად ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა რომ თუ საქართველოში არ განვითარდება ეკონომიკა ცალკე ფეხბურთი ცალკე ჭადრაკი რამდენიც არ უნდა ვითარო ეს ცალკე იმად დარჩება და მაინც ჩაგვდება მერე ამიტომ ჩვენი ეკონომიკისთვის რა არის მნიშვნელოვანი რომ მაქსიმალურად ცნობილი გახდეს საქართველო იმიტომ მაქსიმალურად შემოვიდეს მეტი ადამიანი ეს იქნება ეკონომიკური კუთხით თუ ტურიზმის კუთხით გვაქვს საბედნიეროდ რაღაცები რითაც შეგვიძლია ვიამაყოთ და თავი ვაჩვენოთ საინვესტიციო გარემო შევქმნათ იმისათვის რომ მე ჩვენ თავს რასაც მოაყმადაღებული სარეკლამო ბაზარი რომელიც ჩვენ არ უნდა საერთაშორისო და ამის ნაკლებობის გამო ის რაც ჩვენ მართლა ტარგეტი გვაქვს და ძალიან სერიოზული ლაუშად გამოწვევის წინაშე ვდგევართ რამოდენიმე დღის უკან მთავრობა მიიღო ხარდაჭერა ოლიმპიადაზე 2018 წლის ოლიმპიადაზე პრაქტიკულად მე შემიძლია ვთქვა რომ ასე ვთქვათ ჩემი თავი დევს პირდაპირ და მე ვარ ამაზე ბოლომდე პასუხისმგებელი რომ ოლიმპიადა მიიღოს საქართველოს 2018 წლის ეს გადაწყდება ზუსტად ფიდეს კონგრესზე ეხლა ტრომსოში 13 აგვისტოს და ოლიმპიადა ჩემთვის არის რაღაც სამუკარი ოცნება რომ საქართველოს 2018 წელს ბათუმში ჩაატაროს ოლიმპიადა. ბატონო მე ვიცი თქვენი პოზიცია გვინდა რომ ავიღოთ ჩვენ ამის სერიოზული შანსები გვაქვს ამაში სერიოზული მეტოქე გვყავს სხვადასხვა სამხრეთ აფრიკის ასე ვთქვათ სახით ჩვენ ხო ფინალურ ასე ვთქვათ ფინალში ვართ მასთან ერთად ორი ქვეყანა დავრჩით ორი ქვეყანა მონაწილეობთ და მე დარწმუნებული ვარ რომ დავამარცხეთ მიუხედავად იმისა რომ კასპაროვმა აი როგორც თქვენ მაგით დაიწყეთ წეგან რამდენჯერ გადაგვიარა და რამდენჯერ ახსენა რომ თურმე იქ კაია თურმე ნელსონ მანდელა ხდება 100 წლისო და როგორ შეიძლება რომ 100 წლისავე არ აღნიშნოთ სამხრეთ აფრიკაშიო არა და კასპაროვს შეახსენეს რომ მას ნელსონ მანდელას მას წიგში აქვს მოხსენებული ნელსონ მანდელა როგორც ყველაზე დიდი ტერორისტი ხო და ეხლა დღეს ნელსონ მანდელა ის გახდა მისთვის სათოყანებელი ხატი და 100 წლისავე და მე მაგაზე კაი ის მივაწოდე იდეა რომ ჩვენც აღნიშნავთ ნელსონ მანდელას ერთ-ერთ დღეს მიუძღვრეთ მას კი ოლიმპიადის დროს ბათუმში. არ გვაქვს არავითარი პრობლემა. ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა. მთელი საქართველო არის მობილიზებული, შემიძლია გითხრათ. ძალიან ბევრი მე ყველა ადამიანს მინდა სარგებლობ რა შემთხვევით და მადლობა გადაუხადო ვინც საერთოდ ჩემს გვერდზე ქართული ჭადრაკის გვერდზე დადგა. ეს არის რა თქმა უნდა საქართველოს ბანკი დადგა ჩემს გვერდზე, დადგა ომეგა ჯგუფი ჩემს გვერდზე, დადგა სოკარი ჩემს გვერდზე, დადგა ქართულ ფონდი ჩემს გვერდზე, საქველმოქმედო ფონდი, დადგა ჩვენი ოლიმპიადის გვერდზე, ტიბისი ჯგუფი თავისი შატო მუხრანი ჩვენ ღვინოს გავიტანთ აუცილებლად, იმიტომ რომ ჩვენი სახე არის პრაქტიკულად სრული რა თქმა უნდა, აი ჭადრაკი და ღვინო დადგება ერთად.
სერიოზულად ვამბობ, იმიტომ რომ ღვინო არის ჩვენი სავიზიტო ბარათი და ზუსტად ჩვენი ღვინით გავდივართ, რასაც ვაწყობთ ჩვენ სტუმრების მიღება იქნება, საჩუქრები გავამზადეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მინდა დიდი მადლობა უთხრა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მაგრად დადგა ჩვენს გვერდზე და ჩემს გვერდზე და საერთოდ ჭადრაკის გვერდზე. აი ეს ყველაფერი როგორ შეიძლება არ აღნიშნო და რა თქმა უნდა მე ახლა პირფერობით არავინ არ მეტყვის რა იცი რომ არ ვარ პირფერი კაცი ბევრჯერ დამიტკიცებია ცხოვრებაში ხო ლევან ყიფიანი არის აი მართლა ყველაზე მაგარი რა ვთქვა ახლა კაცი რომელთანაც მე მქონდა ახლა ურთიერთობა და მართლა ბოლომდე დგას გვერდზე და მე რასაც უყურებ ახლა ესეც არ არის პირფერობით ჩვენ ყავს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი რომელიც ყოველდღიურად იმდენად იზრდება მე ხო ახლა ყოველდღე ამდვილად არ მაქვს მასთან შეხება როცა ხვდები შეხვედრიდან შეხვედრამდე ყოველთვის სხვაობას გრძნობ ძალიან გაიზარდა ბატონო თუ აპირებს ირაკლი წამოსვლას თუ გფლობთ ინფორმაციას და არ შეიძლება თქვენ მეგობარზე არ ამგონია რომ ეს ზონე ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ და ამის მერე უნდა წამოვიდეს პრემიერ-მინისტრი ყოველ არ ამგონია რომ პრემიერ-მინისტრი სწორი იყოს ის რომ წამოვიდეს და რაღაცაერთ ჩვენთან წამოვა მინისტრი ბატონი ლევან ყიფიანი სხვათა შორის ფიდეს პრეზიდენტმა დაპატიჟა ბატონი ნოდარ ხადური მიწვეული არის ასე ვთქვათ საპატიო სტუმრად ავიცი თუ მოახერხეს ბატონი ნოდარი და დადგება ჩვენ პერიოდია 12 აგვისტო ისეთი რომ შემოულებების პერიოდია მაჩვენებელი იქნება იმისა ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვინდა ჩვენი დელეგაცია იქნება ძალიან დიდი 26 კაციანი დელეგაცია იქნება თავის მოთამაშეებით თავის ყველაფრით და იმედი მაქვს რომ ჩვენ გამარჯვებას მოვიტანთ ყველა ასე ვთქვათ იმ ასპექტში რაც გვაქვს დაგეგმილი და დამაგვირგვინებელი იქნება 13 აგვისტო როცა დარწმუნებული ვარ შინაგანად საქართველოს გაიმარჯვებს ოლიმპიადაში. აი თუ ბატონო ირაკლი არ იქნებოდა ეხა მივსებ რა ჩემ თავისუფლებას მხოლოდ რა პრინციპიდან რომ ამ ადამიანმა უმოკლეს პერიოდში ძალიან დიდი წვლილი გაიღო ქართული ჭადრაკის აი ამ პერიოდისთვის დაბრუნების ეს არა მარტო რესურსით არამედ თავისი პიროვნული კავშირებით საუბარია ბატონ ბიზინა ივანიშვილზე და აი ბატონო ბიზინას ვიზიტი მე მგონი დაამშვენებდა რა ნუ ვიზიტი არ უბრალოდ თქვენ გვერდით ყოფნა თუნდაც როგორ იმდენად კარგად ღებულობს მონაწილეობას ბატონ დიტო რომ ის ყველნაირად გვერდზე დგას და მე საერთოდ არ მიყვარს ადამიანების ზედმეტად არა თქვენ არ გიყვართ მაგრამ ხო იცი როგორია საქმე ითხოვს იმ ხრივ რომ სერიოზული ჯახი მოგვიწევს სერიოზული ომი მოგვიწევს მე თქო მართლა სერიოზულია არა უნდა ხარს გვიჭერა და ჩვენ ვარ თვალდებული ჩვენ ვარ ჯარისკაცები ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გადავიტანოთ მე იმ აზრის დაშვება არ მინდა რომ ჩვენ ამ ომს ვერ მოვიგებთ რაც შეეხება ბატონო ზურა მე ვიცი ხა თქვენ გააპროტესტეთ მაგრამ მე მინდა ჩემი სუბიექტური პოზიცია დავაფიქსირო არჩევან შორის მერწმუნეთ ევროპის საერთაშორისო საჭადრაკოს ამ ეტაპზე ვამბობ ამ ეტაპზე თორე ოდესღა ჩვენ თუ ის გვექნება მე მერწმუნეთ ოლიმპიადის კი ბატონო შეიძლება 2018 არ იყოს 2020-ში თუ არა კაი 2022-ში მაინც მოიპოვე მაგრამ აი ამ თანამდებობას რომელმაც ქართული ჭადრაკის არა მარტო ინტეგრაციის არამედ გაცილებით მაღალ საფეხურზე აყვანის საქმეში ეს უფრო მნიშვნელოვანია შეიძლება მომიტევეთ და ეხლა კრეხელობას ვამბობ მაგრამ აი ეს მაგ კარგად გაცნობიერებული და ბატონო ზურა აი ასე მაჟორულ ნოტაზე მინდა დაგილოცოთ გზა გისურვო წარმატება არა მარტო ეს იქნება სრულიად საქართველოს წარმატება და იმ ფაქტორის გათვალისწინებით რომ ეს არის ადამიანი რომელიც ვერასოდეს ვერ გახდება კლასიკური გაგებით და ვერ გახდა იმიტომ რომ გახდებოდა მას ყველა პირობა ჰქონდა ჩინოვნიკი ის არის ქართველი ის არის დიდი ქართველი მეტად ნიჭიერი ადამიანი და ის ბოლომდე დაშვება და იღვაწის თავისი ქვეყნის საკეთილდღეო წარმატებები ბატონო ზურა შეხვდებით ტრომსის მერე აუცილებლად იმდენი რაღაც გვაქვს წინ კიდე აი მე საომალო გეგმებზე რაზეც დღეს ბუნებრივი არ შეიძლება ლაპარაკი კიდევ ერთხელ წარმატებები უფალი გფარავდეთ წარმატება და მარცხი მიღწევები და პრობლემები პროფესიონალ ექსპერტთა ანალიზი და მოსაოდნელი შედეგების პროგნოზი აქტუალური კითხვები და კომპეტენტური პასუხები დაუთმო დრო ქართულ სპორტს სპორტ რადიო იმედის პირდაპირ ეთერში დიტო მარინაშვილთან ერთად